მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ფეხბურთის უბნის პოდკასტის მესამე ეპიზოდი დაიწყო. პირველ რიგში გილოცავთ აღდგომის წინვალე დღესასწაულს, ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ და ძალიან კარგი განვლილი კვირა იყო საფეხბურთო თვალსაზრისით და რაღაცებზე ვისაუბრეთ მოკლედ. რატი როგორ ხარებო? პირველ რიგში მოგილოცავთ ამ წინვალე დღესასწაულს, დღის მაგის შეგეწიოთ, რა ვიცი, თან ოჯახებს, ბედნიერება და ჯანმრთელობა არ მოკლებოდეთ. რაც შეეხება ფეხბურთს, ძალიან მაგარი კვირა იყო, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ყველაფერს შევეხებით, დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს. ძალიან მაგარი გოლები გავიდა, ძალიან მაგარი ნახევარფინალი იყო მათ შორის Manchester United. ნახევარფინალი როგორ ფინალი? აუგუსტოს მეოთხედფინალი ხო გოდის. ხო და შევეხებით. დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგა. დავიწყოთ ხომ მთავარი ტურნირით დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან და შევეხოთ ბოდიში შევეხოთ Real Madrid-ის ჩავარდნილ რემონტადას, ასე ვთქვათ, თელი კვირა რო ვლაპარაკობდნენ რემონტადაზე, ჩავარდეთ ძალიან ცუდად. ეთყობოდა რომ Madrid რაღაცა აკლდა მაგუნს, აკლდა რაღაცა თითქოს ბაპეს გადასვლით გუნდი რაღაც ვერ იმასნა ჩამოყალიბდა. შარშან ძალიან კარგად იყვნენ იმაზე, რა ქვია, ვინისიუსი, როდრიგო და ბელინგემი კარგად ინაწილებდნენ გუნდს და კიდევ ერთი სუპერ ვარსკვლავის დამატებით თითქოს რაღაც გუნდი მოიშალა რა. ეს ხო, აი თითქოს მე რა უყურებ Real Madrid-ის თამაშებს, აი ბაპეს ასე ვთქვათ, ანჩელოტიმ ვერ მოუძებნა ისეთი პოზიცია, ვერ მიუჩინა და ვერ ნახა ბურთის განაწილება არის მან რაღაც ვარიანტში ხავარი და აი ბურთის განაწილება თუ არ ხდება. ხო რა, ბურთის განაწილება თუ არ ხდება, მაშინ გუნდი ვერ თამაშობს და მაშკარად იტყობოდა ეს პირველ თამაშიც Real's და მეორე თამაშიც იქ გოლი რო გაიტანა ვინისიუსმა რო გაათანა, ისე აღნიშნეს რომ აი გეგონებოდა იწყებოდა რაღაც, მაგრამ მარტინელიმ საბოლოოდ ყველაფერი მოუსპო, კი და გავიდნენ ნახევარფინალში Realმა აი ხაც ვერ შეძლო Arsenal-ის დამარცხება და ნუ მე სიმართლე გითხრა მართლა აი წინაზე ვთქვი რომ რო წააგო ასეთი უსული წაგება Real-ისგან დიდი ხანია არ მინახავს. აი ბოლოს ნახე ალბათ Ajax-თან რო გამოვარდა მაშინ Ajax-ი ძალიან მაგარ ფორმაში იყო, მაგრამ ისე წააგო მაშინაც რომ აი ჩემპიონთა ლიგაზე გულისხმობ უშუალოდ, ხო, ჩემპიონთა ლიგაზე, ჩემპიონთა ლიგა დაფრინავენ სულ რაღაც და ხო, ჩემპიონთა ლიგაზე აბა La Liga-ში Barcelona Chelsea-სთან და City-სთანაც ისე თამაშები რო წააგეს, მაგრამ მე დააკამბეკეს და ამის მოლოდენი ხონდა ყველას, მაგრამ რაღაცა მართლა ანუ ამ გუნდს ისეთი ფეხბურთელები ყავს და ისე ვერ ინაწილებენ ბურთს, მე რა ვიცი, სრულიად სხვა იმას ველოდი. La Liga-შიც ახლა პირველზე უნდა იყვნენ თითქოს რაღაცა იქით-აქეთ, მაგრამ 4 ქულარი ჩამორჩენა და რა ვიცი დღეს თამაშობენ კიდე Bilbao-სთან. სხვა თამაშებსაც შევეხოთ მოდი. Barcelona-მ ტაქტიკური განხილვა ტაქტიკურად Real-ი ჩემი აზრით, რავი, ანუ პირველი თამაშიდან გამომდინარე რაღაც ანჩელოტი მე მეგონა რაღაცა შეცვლიდა უფრო რაღაც სხვა მეთოდს მიმართავდა, მაგრამ რავი, მე ვერ დავინახე ვერაფერი, იმიტომ რომ ერთი და იგივეს აკეთებდნენ პირველი თამაში, როგორც პირველი თამაში, ანუ ბურთის განაწილება გადაქონდათ და უაზროდ აწოდებდნენ. ბურთის განაწილება ბურთი ვერ გაინაწილეს მოკლედ ბელინგემმა, ვინისიუსმა, როდრიგომ და ბაპემ და ამდენი მართლა სუპერ ვარსკვლავი როცა ყავს გუნდში. და ასე ძალიან დამოკიდებული არის ბაპეზე რა, ანუ ბაპე ჩამოდიოდა და ბაპეს უნდა აეტანა, უნდა პასი მიეცა, ბაპე ამას ვერ ასრულებდა. ანუ თავარი რაც უნდა გაეკეთებინა, თავარ ფეხბურთელს, ლიდერს, ასე ვთქვათ, Real-ში, მაგრამ ვერანაირად ვერ განახორციელა რა ვიცი. ხო, ნუ ჩავარდნა აქ ამ გუნდს აშკარად და ანჩელოტის მე მგონი გაუშვებენ. დაჟე იმასაც სეზონის ბოლომდეც დაიწერა რომ სეზონის ბოლომდეც არ მივიყვანენ, ნუ ანჩელოტის ცოტა უცნაურია რა. უცნაურია. სეზონი უნდა ჩაამთავროს გუნდმა. ანჩელოტისთან ერთად ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში რა, რაც არ უნდა ცუდი სეზონი კონდეს და რაც არ უნდა ჩავარდნები კონდეს გუნდს. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალი, იქ Copa del Rey-ის ფინალი, იქით La Liga-ში მეორე ადგილი, ანჩელოტი ისეთი მწვრთნელია რომ არ ეკუთვნის ჩემი აზრით Real-თან ერთადაც, ყველა გუნდთან ერთად დამტკიცებული აქვს, Milan-თან ხო დამტკიცებული აქვს, რაღაც იქით-აქეთ და ჩემი აზრით სეზონი უნდა ჩაამთავრებინო, რავი, იქით ისმის იწერება რაღაცები რომ Arsenal-ის ისიც უნდა ვთქვათ, რომ Arsenal-ის თამაშამდე დაიწერა, რომ კლოპი და ალონსოს ის არის ვარიანტის განიხილავენ, ხო? ორი ვარიანტი. Arsenal-ის თამაშის მერე დაიწერა, რომ კლოპი დათანხმდებოდა, რავი, ნახოთ. კიდე ნახე მე ერთი პოსტი, სადაც შეიძლება Leverkusen-ში გაუშვან Güleri და ალონსო, არა, შეიძლება გაყიდონ კიდევაც და ალონსო წამოიყვანონ, ანუ
წყვილს ცვლიან ფეხბურთელს რაღაც ეგეთი ის უნდათ, გიულერი და ალონსოს გაცვლა უნდათ ერთმანეთში რა. ხო და რაღაც არსენალი იქით ნახევარფინალში PSG-ში ხდება და ასტონ ვილამ და PSG-მ ისეთი თამაშები გამართეს, რომ ქება და ქება ასტონ ვილას რა, მართლა. ბევრი ამბობს, რომ რომდე იბრძოლეს. კი, ბევრი ამბობს, რომ საშინაო არენა უკვე ამ იმაშიო რა ქვია, წლებში არაფერს ან ზოგადად ვამბობ, საშინაო არენა უკვე არაფერს არ ნიშნავს რა. თუ გუნდი რაღაცა იქით დამარცხებულიაო და უპირატესობა არ აქვს საშინაო არენაზეც ვერ იმას იზამენ დიდად ვერაფერს, მაგრამ ასტონ ვილამ დაამტკიცა, რომ არ ხდება ეგ დორტმუნდს დაამტკიცა და ხო, ანუ ძალიან თავისუფლად შეუძლია გუნდს, როცა საშინაო არენაზე თამაში, უმხელა мотиваცია გემატება, მაყურებელი რაღაცა იქით ყველაფერი შენ მხარესაა და ასტონ ვილამ დედასწავ დაუქამბექა კინაღამ რა მოიგეს თამაში და ერთი გოლი მე მაგ მოსაზრებას არანაირად არ ვიმხნევ. სტადიონ მეტროპოლიტანოზე ატლეტიკოს რო ეთამაშები, რა ვიცი, რა თქმა უნდა პლუს სიმეონე რო დახტუნაო საკეთიკით, რა თქმა უნდა მოქმედებს ხო? რაღაცნაირად გავლენას ახდენს. ქება და ქება ასტონ ვილას, რა ვიცი, მართლა ძალიან მაგარი თამაში იყო. იქით დორტმუნდსაც ქება და ქება, კინაღამ PTSD მქონდა და ის არა ქვია, მაგრამ ყველა 2017 წლიდან გამახსენდა ყველაფერი, ორი გამახსენდა, არნოლდი გამახსენდა, ბაიერნი, კოუტინიო ყველაფერი და კიდე კაი ეს კამბექი შეაჩერა ბარსელონამ, კირასი კი შესანიშნავად ითამაშა. შეგვისრულა ჰეტრიკი მოკლედ და რა ვიცი, ეს გუშინ იყო კიდე თამაში, მესამე ფეხბურთელი გახდა, მეორე იყო კირასი და მესამე გახდა ბორხა იგლესიასი, ჰეტრიკი რომელმაც შეგვისრულა. რა ვიცი, ორივე თამაში წააგომოწინა. წელს ბარსელონა დაგეშილი სამივე და პავლიდის მოდოში შეასრულა ეგეც იმას შეგვია. ხო და დორტმუნდმა მართლა მაგარი თამაში ჩაატარა, აიგრა ბარსელონასთვის ამ სეზონში ვინმეს ბურთი დაემალოს და თავზე დაიხიოს და რა ვიცი, ყველაფერი გაეკეთებინოს ბარსელონასთვის, კაი ხანია მე არ მინახავს რა. მართლა ძალიან მაგრად ითამაშა. ჩემი აზრით მე რაც ვუყურებდი თამაშს, აი შეეძლო ბარსელონას რომ ადვილად დაემთავრებინა, მაგრამ ეთყობოდათ რომ დაღლილები იყვნენ და რაღაც და პლუს ამას დაემატა რაღაც არ ქონდათ დიდი мотиваცია. 4-0 რო გაქონდაგები, თითქოს ეკიდათ რა, ეგონათ რომ ადვილად გაძვრებოდნენ, მაგრამ დორტმუნდი მებრძოლი გუნდია. უფრო мотиваცია და ფსიქოლოგიურად უფრო გაძლიერებული იყო დორტმუნდი. სიგნალ იჯუნა პარკზე თამაში არასდროს არ არის ადვილი. მაქედან გამომდინარე მოახერხეს რაღაცის გაკეთება. კი ბატონო, საბოლოო ჯამში ბარსელონამ დაამთავრა თამაში. კი, ბარსელონა პედრის გარეშე ბარსელონა. პედრი არის, არ ვიცი, მართლა. მესი რო იყო ადრე ბარსელონაში და ბურთი ამოქონდა, ყველაფერზე ხვდებოდა გოლი გაქონდა, ეგრე არის ახლა პედრი გოლი ვერ გააქვს შეიძლება, ანუ მაგრამ მომენტების ინიესტას ღირსეული აგზავნა. მომენტების შექმნაში საკვანძო ფეხბურთელი არის პედრი როდრიგესი. რა ვიცი, ყველაფერი გააკეთა, მაგრამ შემოვიდა იქ გოლიც გაიტანა ბარსელონამ. გონსალესია, როდრიგესი სადუ. იმიტომ რომ პედრო ხო იყო როდრიგესი. ის ბარსას იმაში მეშლება სულ და ფერმინ და ხო ფერმინ და ფერან ტორესი და ლოპესი მეშლება კიდე ზონაში ხო და ცალკე ინტერი ბაიერნი იყო არ ვიცი ბაიერნი რატო ჩავარდა ესე ეგ გუნდი გერმანული გრანდია ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია საფეხბურთო სამყაროში და ამხელა ჩავარდა გუნდს არ უნდა კონდეს რა თან ისეთი ფეხბურთელები ყავთ მოყვანილი რომ არ ვიცი კინმინჯე იყო იტალიაში საუკეთესო მცველი სეზონი ქონდა საუკეთესო ერთ-ერთი ძალიან მაგარი სეზონი და ბაიერნში ფეხი ვერ მოიკიდა. მოიყვანეს იტო, რომელიც ანუ რომ ტრავმა მიიღო და საერთოდ ვერ თამაშობს. საშა ბოი მოიყვანეს გალათასარაიდან. შეიძლება ოლისე მოიყვანეს, რომელიც ოლისე კარგია, კი, მე ძალიან მომწონს ეგ ფეხბურთელი, მაგრამ სანე და გნაბრი ყავთ, რომლებსაც ვერ იყენებენ ვერაფერში. გაყიდვა უნდა და სანეს კონტრაქტი შეთავაზეს და გნაბრი გუნდიდან არ მიდის. ანუ გნაბრი მე ბაიერნში დარჩენა მინდაო და შეიძლება ამასაც გაუხმძლივონ კონტრაქტი და აშკარად იმით დავიწყოთ ვაფშე რომ რატომ მოიყვანეს ვინსენ კომპანი. ხო, არ ვიცი, კომპანიის რა დამსახურება აქვს იმაში რომ ბაიერნის მწვრთნელი იყოს. ზოგადად ან ბარნლიდან, გავარდნილი ბარნლიდან რომ ბაიერნში მიყავს ვინსენ კომპანი, რომელსაც ავიან ჩემპიონშიპის დონის გუნდი ყავს ჩაბარებული და იმ ჩემპიონშიპში აგდებს თან იმიდან პრემიერ ლიგიდან გუნდს და მე ბაიერნში მიდის. ან მართალი იყო შონდაიჩი მე რა ვამბობდით, მაგრამ რა ვიცი, შონდაიჩი ბაიერნში წაიყვანეს და მე ევერტონში გამიშვეს. შონდაიჩი უნდა იყოს ახლა გრანდის მწვრთნელი რა, მე უნდა იყოს სადღაც. იმ ლოგიკით ხო, რაღაცა განჩი უნდა იყოს, მაგრამ არ არის ეგრე რა.
ისინი კომპანი ბუნდესლიგას გამოკრავს ალბათ წელს. ინტერმა ინტერულად მოუღო. ინტერმა ხო ან გავიდა ინტერულად და იქით ნახევარფინალში ძალიან საინტერესო მატჩი ველოდება ბარსა ინტერი. ბარსელონა ხო ხო პროგნოზებსაც გავაკეთებთ. ბარსელონა ინტერი, PSG არსენალია და PSG არსენალში მგონია რომ მაგარი დაძაბული თამაში იქნება. ჩემი აზრით ორივე გუნდი იმას იცავს რა ქვია. შეუტევს, რა თქმა უნდა, არ მგონია რომ ერთი ან მეორე გაჩერდეს. PSG-ს ცოტათი უპირატესობა მგონია მაგ იმაში ასპექტში რა. იმ კომპიუტერმა вообще იმათ შორის ნახევარფინალებს შორის გუნდებს შორის არსენალს აქვს ყველაზე პროცენტულად ყველაზე მაღალი შანსი რომ მოიგოს. არა, უბრალოდ აღნიშნე. კომპიუტერი ბიძი კაი რო იყოს. ხო და ანუ არსენალი და PSG-ს ხო მე მგონია რომ არსენალი ცოტათი PSG-ს უპირატესობა მგონია მეც და მეორე იქით იმაში ნახევარფინალში ბარსელონას ისეთი სეზონი აქვს და ისეთ თამაშებს თამაშობს რომ ჩემი აზრით რაღაცა მგონია აი გული მიგზავსი გაუჭირდება თან მით უმეტეს ბარსელონას წელარი გასწუთი შეხვედრები იმას ჩემპიონთა ლიგაზე თან ეხაც მეორე თამაში გასვლაზე უწევს რა ჯუზეპე მეაცაზე იტალიაში ჩემი აზრით რამე დიდი ანგარიშით უნდა მოიგოს ბარსელონამ პირველი თამაში და მეორე თამაში დორტმუნდისთანაც და უნდა დორტმუნდთან როგორც თამაშა ეგრე დაბალი ანგარიში ეგ ხო მაგრამ მაგას ვამბობ რომ უბრალოდ უნდა მეთქვა რომ მოიგოს დიდი ანგარიში მე ჯუზეპე მეაცა შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცა დატრიალდეს და ხო ანუ დაბალი რაღაც სამწუხაროდ ისიც აღსანიშნავია რომ ლევანდოვსკი გამოვა ხო ლევანდოვსკი არ იქნებაო იქ შეიძლება ისეთი ანგარიში დამთავრდეს პირველი თამაში ფრედ სიტყვაზე და მეორე თამაში ჩეხვაგლეჯო წავა რაც არ მიყვარს ინტერისგან არის დაცვაში ჩადგომა და მე ინტერმა ისიც კონტრშეტევა ძალიან მაგათ ინზაგი არის ისეთი ინზაგი კი არა ხო ინზაგია მაგისმელი ისეთი ის არის რა ქვია მაგას ძნელია კონტრშეტევები კარგად აქვს გამოღამებული და რაღაცა და მოგულებს გავს იმას კი ხო და ნახოთ რა ვიცი რა და როგორ იქნება ჩემი პროგნოზი მე ბარსელონას გავწურავ ბოლომდე ფინალში მაინც ბარსელონა PSG-ს იმაზე ვიხრები რა სადღაც მასე ევროპა ლიგაზეც ბარსელონაზე მე ვქნა რომ მე ჩემი აზრით ძალიან გაუჭირდება აი ზოგადად არა მარტო ანუ ბარსელონას ვეხები ზოგადად ინტერი ისეთი გუნდია რომ ყველას უჭირს გუნდ ბაიერნი იყოს ბარსელონა კი ბატონო იტალიური დაცვითი სტილი არის ძალიან რთული რომ ეთამაშოს მაღალი კლასის ფეხბურთელები კარგი დაცვა ნახევარდაცვას ძალიან კარგი ყავს და შეტევაშიც ყოველგვარი კიდევაც და მეკარიც ძალიან მაგარი ყავს და ბარსელონას ჩავარ თითქოს რაღაცა მეტყობა რომ ცოტა დაიღალა გუნდი რა კატენაჩოს თუ დაძლევს ნახო ხო ანუ დაღლილია მართლა გუნდი ჩემი აზრით სათადარიგოთა სკამბიდან სულ შემოყავთ სამი ფეხბურთელი აი ბარსელონას მინუსი ეგაა რომ ძლიერი სკამიც არ არის ესეთი შემადგენლობა ასე ვთქვათ რა ოლმო იმიტომ რომ ეხლა ბალდე დაემტრევა და ჟერარ მარტინი შემოდის და ჟერარ მარტინის შეიძლება ცუდი არ არის მარცხენა ფლანგზე ვერ იქნები ჟერარ მარტინის იმედზე თან მით უმეტეს ეხა იქიდან დუმფრისი იქნება ხო დუმფრისი ან შეიძლება ის დააყენოს რა ქვია დარმიანი ან პავარი ამდენი ისა არ ვიცი პავარი უფრო ცენტრალურ დაცვას ნაში იქნება მაგრამ დუმფრისი და მარტინის ისა ცოტა ისე მგონია რომ შეჭამს რა დუმფრისი მაინც და არ ვიცი ხო აი მარტინთან განსხვავდება ძალიან ბალდესგან იმიტომ რომ ბალდი არის ვინგბექი და შეტევაში არის ლევანდოვსკის დაიტრაუმა სასწაული თამაში იყო გუშინ ბარსელონას ელტა იგლესიასის ჰეტრიკი შეასრულა და მაინც დამაცდა მოკლედ რაფინიას ბრაუ მართლა საოქროს ბურთე სეზონი აქვს მაგ ადამიანს და იმედია გამოგრავს კიდევაც ხელს რაღაც ჯილდოს რა ხო და ლევანდოვსკი დაიტრაუმა შეიძლება არ იყოს იმაში რა ქვია კოპა დელ რეის ფინალში მე მგონი არც იქნება არ დაიწერა რომ არ იქნებაო და ინტერთან პირველი მატჩიც გამოტოვოს ძალიან ცუდია ტორესის მე იმედებაო ბოლომდე ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაც იმედები მაქვს ტორესის რა ქვია თამაშზე იმედია რაღაცას იზამს რა ძალიან არ ჩაისვრის თამაშებში რა ინტერთანაც და რეალთანაც ევროპა ლიგაზე იყო ძალიან მაგარი თამაშები რა მოდი მაგაზე როგორც მანჩესტერის თან კლუბას მოგცემ რომ ისაუბრო რაღაც ამაო მანჩესტერ იუნაიტედი ლიონი ეს იყო რაღაც სასწაული ბოლო ძალიან მაგარი ფეხბურთში ბოლო პერიოდში ესეთი თამაში ძალიან დიდი ხანია ვერმა აღნიშნა რომ ესეთი თამაში არ ყოფილა და მართლაც რავი მეც რო უყურე თამაშს რავი ესეთი მანჩესტერ იუნაიტედის თამაში ესეთი თამაში დიდი ხანი არ ვნახავს და რავი ძალიან მაგარი თამაში იყო აი დრამატურგიის
და რა ვიცი, თრილერი იყო მართლაც რა. მე ხო პირღია დავჭი, ისეთი კამბექი შეასრულეს ბოლო. მე ტუნაობდი მაიმუნი ვიცი. შენ კი ვიცი რომ ტუნაობდი. ხო და ისეთი ხო და ენაზე სიამოვნო მაიმუნი როხსენე. ხო და მანჩესტერს ბრავო რა ნახევარფინალში იქით მოუწევს კიდე რაღაცების გაკეთება რომ ანუ მანჩესტერის ერთ-ერთი იმედი არის რომ ეხლა ევროპა ლიგა მოიგოს ტოტენჰემიც და მანჩესტერიც გაწურავენ ეხლა რა ქვია ევროპა ლიგას ბოლომდე რა მაგარი რა არის მე-14 და მე-15 ადგილოსები ნახევარფინალში რო გავიდნენ ევროპა ლიგას მანჩესტერი ბილბაო ფრანკფურტის აინტრახტი ტოტენჰემი საინტერესო დაპირისპირებები მე მაინც არა გამორიცხული ინგლისური ფინალი ვიხილოთ რა მანჩესტერ მოიცადეთ მანჩესტერზე არა ბოდო სად გავიდა ნახევარფინალში გავიდა ტოტენჰემთან ტოტენჰემი ფრანკფურტს გადავიდა ფრანკფურტი გააგდო იმას ფობოდი მე რამჭის არეული ხო და ბოდო მე ვიცი მე ვუყურებდი ბოდოს და ლაციოს თამაშს რა პენალტებს და მაგ მომენტში ამომიგდო ისა SMS-ი რომ მანჩესტერმა გაიტანა გოლი და აი მე თქვი ერთი გოლი გაიტანა რაღაცა და დამთავრდა ეს პენალტები გადავთე და თამაში დამთავრებული იყო და შევედი იმაში რა ქვია ანგარიშიც ანახავდა და დაკამბექებული ქონდა გამოშტერდი მე გადავახვია და აი ეგეთი ისა რა ქვია მაგას კამბექი მართლა არ მახსოვს რა მე რო უყურებდი თამაშს აი შერკიმ რო გაიტანა ის გოლი დამატებით დროში მიფიქრე რომ აი კლასიკური მანჩესტერული თამაში ხო ესე თამაშებში ყოველთვის რაღაცნაირად არ ვიცი რა სჭირთ ან ფსიქოლოგიურად რაღაცნაირად არ ვიცი ან ფერგიუსონის ხო რაღაცა მენტალიტეტი არა გამოგების მენტალიტეტი არა აქვს აი ყოველთვის რა ვიცი რა იშლება გუნდი და თავდაჯერებულობა არ აქვს ამ გამიხარდა მე პირადად შერკიმ რო გაიტანა მეთქის რომ დამთავრდა ყველაფერი მე ლაკაზეტმა რო გაიტანა ვაფშე საერთოდ კი ბატონო და მე გამიხარდა ის რომ რაღაც შანსი აქვს მანჩესტერს რომ რაღაც ცოტა იბრძოლოს და ცოტა გუნდს ესეთ გუნდი გამოცოცხლდეს რაღაც საფულში ეს თუ მოიგეს საფულში დიდი ალბათობით ჩემპიონთა ლიგაზე თუ გავიდნენ და რაღაცა გაძლიერება დაჭირდება კი არა კი და მოიყვანენ ახალ ფეხბურთელებს ალბათ და გუნდისთვის მნიშვნელოვანია რომ რავი რაღაც მე-13 თუ მე-14 ადგილიდან მოგებული ევროპა ლიგა და მე ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სასწაული ინგლისისთვისაც კარგი იქნება მე-6 გუნდი დაემატება ჩემპიონთა ლიგაზე და მოგეთ ხო ეხა 5 გუნდი ხო გასული 5 გუნდი გასულია ხო და გასული რა ანუ ვირკვევა ნელ-ნელა და ნახოთ რა მანჩესტერს წარმატებები ტოტენჰემს მე უბრალოდ ის მინდა აღვნიშნო რომ ეხა მანჩესტერი ახლა ვინი დაამარცხა შეხვდება ბილბაოს ხო და ინგლისური და ესპანური გუნდების დაპირისპირება ყოველთვის თავდება ესპანური გუნდების გამარჯვებით. და ბილბაო ისეთი გუნდია რომ ძნელია რა. მარტო მანჩესტერის მაგალითი რო ავიღოთ, გავიხსენოთ ბარსელონას გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, ვილიარეალის გამარჯვება ევროპა ლიგის ფინალში, რეალთანაც წააგო, სევილიას გამარჯვება აი ინტერთან რო გაიმარჯვა ფინალში, მაგამდე ნახევარფინალში მანჩესტერი გამოაგდო კი და რეალთანაც სუპერთასის ფინალი წააგო 2017-ში. ხო და არა მარტო მანჩესტერ იუნაიტედი ზოგადად ინგლისურ გუნდებს არ ვიცი რატო უჭირთ ესპანურ გუნდებთან რა. ძალიან ისეთი ჩემი აზრით არ ვიცი გაუჭირდება ბილბაოთან ისეთი გუნდი არის რაღაც ორგანიზებული იციან რაც უნდა გააკეთო. კი ვალვერდი ძალიან კაი ტაქტიკოსი არის და მართლა ისეთი რთული თამაში ექნება და უნდა მოიგდომონ კი ბილბაოს მართლა ქება რა ვიცი. მე ბილბაოს ძალიან დიდ პატივს ისეთი ტრადიციული ისეთი გუნდი არის. და რა თქმა უნდა ჩვენი ბოდო არ უნდა გვეუწყდეს რომელიც ნახევარფინალში. ბოდო მართლა სენსაცია არის. ბოდო მართლა ძალიან მაგარი გუნდია და გავწულოთ ბოდოს ფინალისტობა თუ არა ტოტენჰემის ბოდო მანჩესტერი მაინც შენ გაგიტყდებოდა იმიტომ რომ ხო მე ლაციო მიყვარს მაგრამ ისეთ მომენტში გამიხარდა ეხა ბოდოც მიყვარს სიმპათიები გამაჩნია მან გუნდის მიმართ და რა ვიცი ხო ზოგადად მე უფრო უპირატესობას ვანიჭებ ხოლმე პატარა გუნდებს იმიტომ რომ სენსაცია როდესაც გადის ფინალში ან ნახევარფინალში და რაღაც წინ მიიწევს უფრო დიდ გუნდებთან შედარებით როგორც ლაციო ხო და მესამე ევროტურნირიც გვაქვს რა დავიწყდეს კონფერენს ლიგაზე გაირკვა ნახევარფინალისტები რა ჩელსი ნუ ეხა კონფერენს ლიგაზე არ ვიცი მოიგებს თუ არა ძნელი დასაჯერებელი არ იქნება რომ მოიგოს და ფიორენტინა ჩელსი ბეტისი და დიურგ გორდენი გავიდნენ მოკლედ იქ კამბექი შეასრულა 1-0 უნდა წაგებული ვენის რაპიდთან და გავიდა მოკლედ ნახევარფინალში ბეტისიც აი
ფიორენტინა, ბეტისი, ჩელსი და დიურ გორდენი არიან. ანუ რა უნდა ილაპარაკო, ხო, რაღაც. ჩელსი რო ამდენამდე დაეცა, რომ კონფერენს ლიგის მოგების ფავორიტია. რა ვიცი, ანუ ჩელსი უნდა მოიგოს, ახლა მართლა უნდა მოიგოს, ახლა ლეგია და ეგეთი გუნდები. ვიცი, თან მე ჩელსის ფანებს ეკნებათ სასაუბრო, რომ აი ჩვენ ვართ ერთ-ერთი გუნდი, რომელმაც 3 ტურნირი მოვიგეთ. აი, კლინს. აჭამენ და რაღაცა იქ და. ნუ მაინც წარმატება იქნება. ატევისება ჩელსის ფანებს რა თქმა უნდა, ხუმრობთ. ევროპულ დონეზე მაინც წარმატება იქნება, რაც არ უნდა თქვა, ახლა კონფერენს ლიგის მოგებაც არგია. ბატონო, წარმატებები მოკლედ კვარაცხელიასაც ნახევარფინალში, მიქაუტაძე აღარ ყავს, მაგრამ კვარაცხელიას იზამს ალბათ. კვარაცხელიას ხო და შევეხოთ ტურის თამაშებსაც ინგლისში დასრულდა რამდენიმე თამაში მანჩესტერ უნაიტედის გუნდთან. ანუ კამბეკზე ვისაუბრეთ და 1 საათის უკან გუნდთან წააგო. სხვათა შორის მაგასთან მინდა გავახაზი, რომ მანჩესტერმა რო ითამაშა ლიონთან პოსტ პრეს კონფერენციაზე აღნიშნა, რომ კლიენად უნდა გადავერთვოთო ევროპა ლიგას და ასე ვთქვათ, ერთადერთი შანსი წინა პლანზე ევროპა ლიგა უფრო დააყენა ვიდრე ერთადერთი შანსი, ხო, ანუ შანსი დაკარგულია პრემიერ ლიგაში. ანუ ლოგიკურად არა აქ აზრი, იმიტომ რომ ახლა მე-14 და მე-15 ადგილზე რო ხარ, არა ხო გავარდნით, არ გავარდები და ანუ პროსტა უნდა იფიქრო ერთადერთი იმაზე, რომ შენ ერთადერთი შანსი გაქვს, რომ დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაზე არის ევროპა ლიგა და თლიან სეზონს გადაარჩენს ასე ვთქვათ. ნახოთ წარმატებები მანჩესტერსაც. ხო და ბარსელონამ წინა ტურში ლეგანეს მოუგო, რა ვიცი, ცლიუობით ერთი გოლი გაწურეს, ავტოგოლი გავიდა და კიდე გამოიგეს ეგ თამაში, რა ვიცი, ეხლა მე სელტას მოუგო. ხო და სხვათა შორის ჩვენს მაგაცებსაც ძალიან უყვართ ფეხბურთი. აი ეთხოვათ ამ აუდიტორიას, რომელიც გვესწრება. ისე ჩართულები არიან და ისე ჩართულები არიან. ჟესტიკულაციით იციან კარგად. კი, ჩართულები არიან ამ ყველაფერში. მადლობა ბიჭებო, დახმარებისთვის. მადლობა, გაიხარეთ. სხვა რაც შეეხება, ნუ პრემიერ ლიგაში დიდი ალბათობით. ეხლა არსენალმაც მოიგო თავის თამაში, ლივერპულ არსენალს წაიგო და ლივერპულს მოიგო, პრემიერ ლიგას ინაღდებდა რა, მაგრამ ლივერპული დიდი ალბათობით გაინაღდეს პრემიერ ლიგას და ხო, არა, ლივერპულმა всё დაამთავრა იქ. 20-20 ასე ვთქვათ. 20-20-ია მანჩესტერი ლივერპულს შორის. პრემიერ ლიგებში 13-2 რა გინდა. ხო? ჯერ იქამდე შორია, მაგრამ ზოგადად ინგლისის ჩემპიონობაში სიტი სიტი იქნება ალბათ მე-4-ზე სადღაც. პირველზე არის მე-6-ზე ასტონ ვილა. პირველზე არის მანჩესტერი. მე-6-ზე ნოტინგემია. მე-4-ზე გაზნე ამბობ. პრემიერ ლიგაზე. პრემიერ მე მეგონა ტიტულებით ამბობდი კაცო. არა, კაცო. მე-4-ზეა, ხო, ეხა იმან რომ მოიგოს რა ქვია. ნოტინგემ ითამაშა უკვე ნოტინგემო? ისა. ეხა ითამაშა. წაუბია, ხო, ევერტონთან წააგე. ხო და ნოტინგემი სენსაცია. კი, ნოტინგემი მე მეგონა რომ უფრო აიქაჩებოდა და დარჩებოდა სტაბილურად მე-3 ადგილზე თუ მე-4-ზე, მაგრამ ნიუკასლი წამოიწია ძალიან მაგრად, წამოიწია ასტონ ვილაც და იქით სიტიმაც ამოქაჩა რა, ეხლა მოიგო თავის თამაში. არა, ნოტინგემს მართლა პატივისცემა. კი, არა. ისეთ, არა, რთულია. გასავარდი ზონიდან გუნდი რო ამოყავს და აი ესეთ გუნდა დაყალიბდა ევროტურნირების სეზონის დასაწყისში მიზანი იყო რომ პრემიერ ლიგაში დავრჩეთ ან ასე ვთქვათ თეიბლის შუაში ვიყოთ. აი მე-12 აი კრისტალ პალასი ვიყო. არავის არ ეგონა. ვაფშე საერთოდ თავიანთ სტანდარტებს გადააბიჯეს და ჩემპიონთა ლიგისთვის და ევროპა ლიგისთვის იბრძვიან. ხო და რა ვიცი, ნახოთ რა ნოტინგემს წარმატებები კიდევ ერთხელ ვერ ხედავ. ახალი რუბრიკა. ხო. წინა იმაშიც ვახსენეთ რა ქვია ვიდეოში რომ საქართველოს ეროვნული ლიგის თამაშებზე ვიყავით რამდენიმეზე და გვექნება ახალი რუბრიკაც მეგობრებო არხს სადაც ლოგებს გადავიღებთ და თამაშებსაც დავესწრებით შეძლებს დაგვარად რაც იქნება როგორც იქნება შემოგთავაზებთ ლოგებს TikTok-ის არხზე რაღაცები გავგეგმეთ და მალე იხილავთ ამას და გადაღებული გვაქვს TikTok-ზე რაღაც ვიდეოები მაგასაც დღესაც დაიდო ხო TikTok-ის არხიც გამოიწევს გამოყრებით მაგასთან მიმართებაში განსხვავებული უფრო ისეთი რა ხო არა ეგეთი არ იქნება უბრალოდ კაცო უბრალოდ დაირისა იყო რა ქვია რაღაც ისეთი ვიდეო ჩავწერეთ უბრალოდ ხო და იქნება რა ვლოგები მოკლედ ეროვნული ლიგის თამაშებიდან იქ დინამო იქნება თუ იბერია იქნება თუ სხვა ტურის ცენტრალური მატჩები რა არ ვიცით რა მოკლედ სხვა ვიდეოები იქნება ეგ არ არის პრობლემა
ხო, არა, ჩვენ უბრალოდ მინდა რომ ეროვნულ ლიგას გავუწიოთ პოპულარიზაცია, იმიტომ რომ მართლა ისეთი საცოდაობაა, როდესაც დინამო თბილისის არენა ხო, არის ცარიელი და 55000 ადამიანი ეტევა დინამო თბილისის ხო 55000 ადამიანი ეტევა ტექნიკური ხარბუზი 55000 ადამიანი ეტევა დინამო თბილისის არენაზე რა ხო და როცა 1000 კაციც არ მიდის თამაშზე 1000 პროსტა ესე ავიღე რა მაგალითად 1000 კაციც არ მიდის იმას რა ქვია მაგას თამაშზე მართლა საცოდაობაა რა ხო და ჩემი აზრით იმსახურებს არა მარტო დინამო თბილისს ეხა ბათუმს გულშემატკივრობა არ აკრია უფრო სწორად და რა ვიცი მეგობრებო ვიაროთ რა ეროვნული ლიგის თამაშებზე რა ანუ საქართველოში ფეხბურთი არის ასე ვთქვათ, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით არის არ ჭირდება ასე ვთქვათ ისეთი ისა რა, აი ყველა ჩართულია ფეხბურთში, ყველა თამაშობს, ყველგან სტადიონია და უცბად მიდიხარ ეროვნული ლიგის თამაშზე და დინამო თბილისის არენაზე არავინ არაა და არავინ ეგეთი რაღაც არ უნდა ხდებოდეს. პატარა გუნდის თამაშებზე ფეხბურთი ცოდოა ეს. პატარა გუნდის თამაშებზე უფრო იფსება ეს არენები ხა ბევრჯერ მინახავს მე, რა ვიცი იმას იმას რა გუნდია ხაშურის ივერიას აქვს გულშემატკივრობა ისეთი რომ რა ვიცი მე ვანის სულორი და ხაშურის ივერია მართლა ამათგან უნდა გადმოვიღოთ მაგალითები და არის რა მართლა თბილისში იმდენი თამაშობს ფეხბურთს რა ვიცი მე აკადემიის ბავშვები დადიან უმეტესად თამაშებზე და რა ვიცი მე გოლებით და რაღაცებით იბერიას თამაშებზე არის ხოლმე ხალხი იმდენი რომ შეიძლება უფრო მეტიც მოხერხდეს მაგრამ რა ვიცი მეგობრებო რა შეძლებს დაგვარას როგორც მოვახერხებთ კი მოკლედ მეგონი ყველაფერი განვიხილეთ და დღეს ქართველებიც თამაშობენ იქით მიქაუტაძე იქით დავითაშვილი წარმატებები ორივეს და ეს იყო ჩვენი მესამე ეპიზოდი და მოკლედ რა ვიცი მადლობა გამოიწერეთ ჩვენი არხი დაალაიქეთ მრავალ აღდგომას მრავალ დაიწერეთ მადლობა და ხო გამოგვიწერეთ მოკლედ YouTube-ზე დაალაიქეთ ვიდეო და TikTok-ზე დაგვაფოლოვეთ მადლობა ყურადღებისთვის კარგად იგავ